ჩელსიმ მოედნის ცენტრში ბურთის გარშემოწრის შეკვრა დაიწყო იანვრის ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე ნაპოლისთან გასვლით მატჩში. მაშინ მათ ნეაპოლელებს 3-2 მოუგეს და მას შემდეგ აგრძელებენ ამ რიტუალს, როგორც ჩანს, აქ ჩადებულია იდეა გუნდური ერთიანობისა და თვითდაჯერებლობისა. ასევე როგორც ჩანს ფსიქოლოგიური ელემენტიც არის, რადგან ისინი ფაქტიურად თამაშის დაწყების ადგილას დგანან და მეტოქეს თამაშის დაწყებამდე ლოდინს აიძულებენ. ზოგიერთმა გუნდმა რეაქცია არ გამოხატა, მაგრამ ასტონ ვილას ფეხბურთელები აშკარად უკმაყოფილოები იყვნენ ამით ვილა პარკზე და მსაჯსაც კი უჩივლეს, სანამ ჩელსი რიტუალს ასრულებდა. მთავარი მწვრთნელი ლიამ როზენიორი ამბობს, რომ ეს სინამდვილეში ფეხბურთელებისგან მოდიოდა და არა ხელმძღვანელობისაგან. თუმცა როგორც ჩანს, იდეის პოპულარიზაციაში წვლილი პერსონალმაც შეიტანა. მას შემდეგ, რაც ეს იდეა შემოიღეს, ჩელსის 6 მოგება 2 ფრე და 4 წაგება აქვს, ამიტომ ეს არ არის რაიმე ჯადოსნური ტაქტიკა. მაგრამ აშკარად იწვევს მეტოქისა და გულშემატკივრების გაღიზიანებას, ალბათ ამიტომაც ისმის თვენა ჩვეულებრივზე ადრე, მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები ახლა ამას ან ხრიკად აღიქვამენ, ან ჩელსის მცდელობად გააღიზიანოს ისინი თამაშის დაწყებამდე. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს რეაქცია შესაძლოა გეგმის ნაწილის იყოს. ანუ სპეციალურად ზემოქმედებას ახორციელებენ მეტოქეზე, ამ შემთხვევაში რიტუალის ჩატარების დროს მოედნის ცენტრი აღმოჩნდა მსაჯი ბურთით. და აქედან გამომდინარე მსაჯი მოექცა რიტუალის ცენტრში. ჩელსიმ უნებლიეთ მსაჯზეც განახორციელა ფსიქოლოგიური ზემოქმედება. როგორ განვითარდება ეს რიტუალი არავინ იცის. იმედია მომავალში მსაჯის გარშემო ცეკვას არ დაიწყებენ და მოიგონებენ რაიმე სხვა რიტუალს.